შუადღემშვიდობისა ძვირფასო გორელებო, დღეს ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების დამფუძნებელი ჩამოვედით თქვენთან, რომ მოგაწოდოთ ყველა ინფორმაცია. დღევანდელი ჩვენი აქცია არის საინფორმაციო ხასიათის, რომ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც არის ჩვენს ქვეყანაში გაგაცნოთ. ამიტომ ეხლა მე ჩვენს სიტყვას გადავცემ ქართველთა დიდი გაერთიანების ერთ-ერთ დამფუძნებელს, პროფესორს ბატონ დემურ გიორხელიძეს. მოგესალმებით. მადლობა რომ აქ ხართ. გორჩი ერთ-ერთ შუაგულში საქართველოსა ყოველთვის ძალიან გულიანი ხალხი ცხოვრობდა, თავისი ქვეყნის მოყვარული ხალხი, თქვენც აქ ხართ. ჩვენ კარგად გვესმის გარემო, ადამიანები უფრთხიან ასეთ ადგილებში გამოჩენას, უბრალო მიზეზის გამო, რომ მათზე შემდეგ ზეწოლა არ მოხდეს, მაგრამ თავარი ის არის, რომ ადამიანები იზიარებდნენ იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით, სხვა დანარჩენი ისინი იქნებიან იმ დროს თავისი ქვეყნის გვერდით, როცა ეს აუცილებელი იქნება. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ვინც აქ ხართ და ყველა მადლობა იმას, ვინც დღეს დაინტერესებული გორში უსმენს ამ გადაცემას. რა პრობლემა გვაქვს, რა გვინდა, რისთვის დავიწყეთ ეს ყველაფერი? დაუბალანსებელი ხელისუფლება, გაუწონასწორებელი პოლიტიკურად ხელისუფლება, როცა არსებობს, რომელსაც აკლია ლეგიტიმაცია, ძალიან მაგრად. 92 წლის მერე არც ერთი ქართული ხელისუფალი ლეგიტიმური არ არის. იმიტომ რომ აღიარებულია 92 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება. სისხლიანი გადატრიალება, რომელმაც კანონიერი ხელისუფლება დაამხო. როდესაც აქცენტებს ვაკეთებ, ჩვენ ყველაფერი ზუსტად უნდა ვთქვათ. მოკლეს და დაამხეს არა კონკრეტული პიროვნება, პირველი პრეზიდენტის სახით, არამედ დაამხეს ქართული სახელმწიფო, რომელსაც თავისი არჩეული ლეგიტიმური ხელისუფალი და პრეზიდენტი ყავდა. ამდენად ჩვენთვის იმ უბედურებისგან რომ გამოვიდეთ, რასაც გადატრიალება ქვია, ჩვენ გვჭირდება იურიდიული, სამართლებრივი და სიმბოლური აქტი, რადგან სახელმწიფო სიმბოლოებზეა დაფუძნებული, ადგენა კონსტიტუციური სამართლისა, სხვა არანაირი გზა გზისიდან გამოსვლისა არ არსებობს. არსებობს პარლამენტის დადგენილებები, რომელიც აღიარებს იმას, რომ იყოს სისხლიანი გადატრიალება, ამ ხელისუფლებას, ფორმალურად არსებულ ხელისუფლებას, მხოლოდ პოლიტიკური ნება ჭირდება, რომ ის დადგენილება შეიყვანოს მოქმედებაში და სვლელობა უნდა იყოს ძალიან მარტივი. ყველაფერი რჩება ისე როგორც არის, ისინი დროებით სტატუსს მიიღებენ, დიდი კონსენსუსის საფუძველზე მოხდება დიდი შეთანხმება, როგორი უნდა იყოს საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების ურთიერთობა, როგორია ის მთავარი რაღაცები, რაშიც ყველა ერთია, ქართული სახელმწიფო არის ყველასთვის ერთი, მნიშვნელოვანი, კულტურა არის ჩვენი მნიშვნელოვანი, ენა არის ჩვენი ხალხი არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ თუ ხალხი არ არსებობს, არც ენას, არც მამულს და არც არწმუნოებას, მე საფუძველი აღარ ექნება, იმიტომ რომ მისი მატარებელი ხალხი არ იქნება. ეხლა რა სჭირს ხალხს? გარდა 33 წლიანი შეურაცხყოფისა, დამცირებისა, გაღარიბებისა, ქვეყნიდან განდევნისა, მას კლავს დემოგრაფია. საქართველოს კლავს დემოგრაფია, რადგან 33 წელია ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებებს არასდროს გადაუდგამთ ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ოჯახი გაეძლიერებინათ.
დემოგრაფიული მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ. საკუთარი შრომის ხარჯზე ქართველი ხალხის კეთილდღეობა უზრუნველყოთ, რადგან შრომის საფუძველი მოუსწრეს და უთხრეს წადი საზღვარგარეთ, თუ გნებავთ ბილეთსაც გიყიდით, იქ აკეთეთ ფული, აქ გამოაგზავნეთ, ჩვენი დანგრეული ეკონომიკა ცხოვრობს გამოგზავნილი ფულით, აქ ფული არ იქმნება, რაც იქნება ის ქვეყნის ფუნქციონერებისთვის საკმარისი არ არის. ქართველი ქალბატონები, რომლებაც ოჯახი დატოვეს, იმიტომ რომ იძულებული შეიქნენ ჩვენი მამაკაცები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, აგზავნიან ამ ქვეყანაში ფულს და ის გამოგზავნილი ფული, რომელიც არ არის გამომუშავებული ამ ქვეყანაში, ასაზრდოებს ამ უბადრუქ ხელისუფლებას, ასაზრდოებს ქართულ ძალიან წაქცეულ ეკონომიკას და ხალხი გარკვეული რაოდენობა ხალხისა ამ ქვეყნის განადგურებას და მისი მომავლის განადგურებას ტაშით ხვდება და მხარს უჭერს. ამიტომ ჩვენი მთავარი პრობლემა არის ორი რამ, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ქართველი ხალხი, რომლებიც არ არის გათქვეფილი ამ სისტემაში, რადგან თუ შენ სისტემის შიგნით ხარ, შენ სისტემის წინააღმდეგ ვერ იქნები, იმიტომ რომ სისტემა არ მოგცემს ამის საშუალებას. ჩვენ ვეძებთ ყველა საღ ქართველ კაცს, ქართველ ქალბატონს, რომელიც იქნება პიროვნულად ორიენტირებული იქეთკენ, რომ ეს ქვეყანა მისი ქვეყანა, ამ ქვეყანას თუ თვითონ არ უპატრონა, სხვა პატრონი გამოუჩნდება, მაგრამ ეს უკვე ქართველთა ქვეყანა არ იქნება, მაგრამ თუ შენ ამ შეგნებამდე მიდიხარ, შენ მიდიხარ იმ აზრამდეც, რომ შენ მარტო ვერ შეძლებ ამნაირ რამის გაკეთებას და შენ უნდა შენნაირი ადამიანები მოძებნო. ჩვენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური პარტია არ გჭირდება, არანაირი პოლიტიკური მიზანი არ აქვს, რომ არიქა არჩევნებში მივიღოთ მონაწილე. ჩვენ ვეძებთ ყველა ამნაირ სახ ქართველს, რომლებთანაც ერთად დავდგებით ამ ქვეყნის წინაშე, რომ ეს ქვეყანა არ დაიკარგოს. ეს ქვეყანა აუცილებლად დაიკარგება ქართველისთვის, მოვლენად და ეს განვითარება თუ შეჩერებული არ იქნა. ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში საქართველოში 1,430,000-ზე მეტი ქართველი არ დარჩა. ყველაზე საუკეთესოს გეუბნები, თუმცა ბატონ ივანე ჩოლოყაშვილი, რომელიც ბატონ დავითთან იყო გადაცემაში, გაცილებით უარეს მონაცემებს დებს, რადგან ის ამ საქმეში მუშაობს და მან კარგად იცის ის, რაც მე 1 წლის წინ დავასახელე ციფრი, რომელმაც დიდი შეშფოთება გამოიწვია. თქვენ წარმოიდგინეთ ხელისუფლებას ეგონა, რომ ხალხი იმდენად გაოგნებული იქნებოდა ამ ციფრებით, ქუჩაში გამოვიდოდა, ამიტომ შეეშინდათ და მობილიზაცია გაუკეთეს ეგრეთ წოდებულ პროპაგანდისტულ ჯგუფებს, რომლებმაც დაიწყეს მაცხრათაგდება, თითქოს ყველაფერი შესანიშნავად არის საქართველოში, რომ არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ არის, თურმე ქართველები უამრავია და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა მერტის წინაშე აგებს პასუხს, ამიტომ ჩვენ ეს ხალხი არ გვაინტერესებს. წაქცეული ადამიანები, რომლებიც ფულისთვის და პროპაგანდისთვის აკეთებენ იმას, რომ ქვეყნის წინააღმდეგ გამენ ნაბიჯ, ჩვენთვის ეს ხალხი მნიშვნელოვანს არ წარმოადგენს, ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ხალხი. ჩვენ გაინტერესებს ყველა ის საღი ადამიანი, თქვენნაირი საღი ადამიანები, რომლებსაც ჩვენ მისხალ ავკრიბავთ მთელ ქვეყანაში, მას ერთ ძალად ვაქცევთ და ამას ექნება ერთი რამ შეჩერდეს, იმიტომ რომ ქართველი ხალხის, საღი ხალხის ნებასა და შემართებას ვერანაირი ხელისუფლება ვერ გადავა. ჩვენ ფირწლები არ გვიჭირავს ხელში და არიქა, ესე იგი თავრობის სახთან არ მივდივარ და ჩამოდით ახლა და თქვენს მაგიერ უნდა დავჯდეთ ჩვენ თქო, არა, ჩვენ ვეუბნებით და ამუხრუჭეთ. იმიტომ რომ რასაც აკეთებთ, არის ქვეყნის საზიანო.
რა კი ხელისუფლება თვითნებობს, იმიტომ რომ არაფერი გამაწვენასწორებელი არ აქვს, პარტიული სისტემა გაანადგურა და დაიმორჩილა მთლიანად. დარწმუნებულია რომ ქართველები ისე არიან წაქცეულები, ესენი საერთო ენას და პოზიციას ვერ იპოვნიან, ამიტომ უხეშად ვიტყვი, არ არის მორიდები, სულ ფეხებზე კიდიათ, ვინ რას გააკეთებს, იმიტომ რომ ძალაუფლება მათია, არანორმალურ ფულს მოკიდეს ხელი არაფრის მქონეებმა, შესანიშნავად მოიწვეს თავისი ცხოვრება, მაგრამ კორუფცია არ იკმარეს. ფულის შოვნის ახალი გზა მოძებნეს, საკუთარი ქვეყნის გაყიდვა 10,000-ობით ჰექტარი მიწა გაყიდეს, ახლა მე სვამ მარტივ საკითხს. არავის მიმართ არ მაქვს პერსონალური, მე პოლიტიკურ შეფასებებს ამიხსენით ერთი. თუ ქართულ მიწაზე მეპატრონეები იქნენ არაბები, ეგვიპტელი არაბები, სხვა არაბები, აფრიკული ქვეყნის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ქართველის ადგილი სად არის ამ ქვეყანაში? თუ იმ წყალწაღებულ ქართველ ეგრეთ წოდებულ ეკონომისტებს უნდა მიუგდოთ ყური, რომ მერე ხო ქართველი მივა იქ და იმუშავებს, მიხდით ხო სიბრიყვის რა დონის გარეწრობა არის აზროვნებაში, როდესაც მიგაჩნია რომ არაბი იყიდის აქ მიწებს და ქართველს დაიქირავებს სამუშაოდ და კარგად აცხოვრებს მას, ხო? მაგრამ ეს არის იდეოლოგიური სითახსირე, რომელიც 92 წლის მერე თანდათან დაინერგა საქართველოში და ჩვენ ვდგავართ ამ რეალობის წინაშე. აქ არის ორი გზა. ან შევეგულოთ აიყუშები გაგვეკონ ამ ქვეყნიდან, ან და ვისაც დატოვებენ 300,000-მდე ადამიანს, რატო ჭირდებათ? ქუჩა დასახვეტია, სასტუმროში მომსახურება საჭირო, რესტორნებში მომსახურება, არაბებს ბორდელები ძალიან მოსწონდა, იქ სექსუალური კატეგორია ადამიანებისა დასასაქმებელია, დანარჩენებს აუცილებლად შესთავაზებენ, რომ წავიდნენ ამ ქვეყნიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ მოხდება ძალადობრივი ქმედებები. დააკვირდით ერთ მნიშვნელოვან მომენტს. თქვენ საინფორმაციო გადაცემიდან კარგად ხედავთ, ევროპაში რა ტიპის მიგრანტები შედიან. ეს არის არაფრის მქონე, გასაბერინავებით რისკის ფაცად რომ ადგებიან იტალიისა და სხვა ქვეყნების ნაპირებს, დააკვირდით განსხვავებით საქართველოში ვინ შემოდის, რა კატეგორიის მიგრანტები შემოყავთ, რა გზებით შემოყავთ, კვოტირების გზით შემოყავთ და მთლიანად ეს შემოყვანა ხელისუფლების ხელშია. ეხლა მე გეკითხებით, შემთხვევით შემოყავთ, დააკვირდით იმ არაბ ბიჭებს თბილისში, გორში თუ სხვაგან როგორი ჯელი ბიჭები არიან. თქვენ ხედავთ ისეთ წაქცეულ მუსლიმებს, რომელიც ევროპაში შედიან, არა თქვენ გამართულ ხალხს ხედავ, რომლებიც ბიზნესები აქვთ, რომლებიც სახლებს ყიდულობენ, უამრავ 10,000 ბინას ყიდულობენ, შეძლებული ხალხია, მანქანებით დადიან და შემთხვევით არაფერი შემთხვევითი არ არის. ამიტომ ვართ ამ რეალობის წინაშე, ან გვეყოფა ჯანსაღი ძალა რომ შევაჩეროთ ეს პროცესი, ან და უნდა შევეგუოთ, რომ ჩვენ ნელ-ნელა დავკარგავთ ამ ქვეყანას. კიდე გეუბნებით, არანაირი ემოციები არაა საჭირო, არანაირი ვინმეს წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა არ არის საჭირო. ერთი რამ გავიაზროთ, დემოგრაფია კლავს 28%-ია საქართველოს მოქალაქე ქალებში ქართველი ქალები ფეხმძიმე. ოფიციალური სტატისტიკა გაქვს. მეტი კვდება, ვიდრე იბადება. ეხლა საღი თუ ვართ, გონება თუ გვაქვს, დათვლა თუ ვიცით, რამდენიმე წლის მერე რა მოხდება? ამას ემატება არანორმალური მიგრაცია. ეხლა გეუბნებით, 100,000-ობით მუსლიმი ყავთ შემოყვანილი. რა, ისინი კასტრირებულები არიან?
85 წელიწადში რამდენი ათასი ბავშვი დაიბადება საქართველოში უკვე? არაბებს არცად არ ეჩქარებათ 50 წლიან ვადაზე იმუშავებენ. მერე მათი იქნება ეს ქვეყანა. შენ 50 წელი კი არა 2050 წელსო მომაკვდავიერი იქნებაო გაეროს სპეციალურმა სამსახურმა დაგიწერა. არა, გადმოწიეს ახლა 2032 წლამდე 2032 წელს ასე თუ განვითარდა მოვლენები ქართველები აქ ეროვნულ უმცირესობაში იქნება. მერე გინდა შევიკრიბოთ, გინდა თავდაყირა დავდგეთ, რაც გინდა იარაღი ავიღოთ ხელში, რომელსაც დაგვამხობენ თავზე ეროვნულ უმცირესობას, ანდა ტყეში უნდა გავიჭრეთ და ტერორისტული საქმიანობები დავიწყოთ. ხო, უსაშინელესი სცენარია. ამიტომ სანამ არ დაბრუნების წერტილი არ გაგვივლია, იმიტომ ვარ და გორში თქვენი თხოვნით ჩამოვედით, უდიდესი მადლობა, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა საქმეში ერთად ვიქნებით, გადავდგათ ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის შესანარჩუნებლად, გავაკეთოთ ის, რაც ქართულ წარსულს მის დაუღალავ და არანორმალურ ბრძოლას საკუთარი თავის გადასარჩენად, რადგან ჩვენ ვიცით რა არის საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლა და როგორ მოვაღწიეთ დღემდე. თუ ჩვენ დავივიწყებთ იმას, თუ როგორ მივაღწიეთ მოვაღწიეთ დღევანდელობას, მაშინ ჩვენ ღირსი არ ყოფილვართ იმისა, რომ ეს საოცარი ქვეყანა დავინარჩუნოთ ჩვენი მომავლისთვის, დავინარჩუნოთ წარსულის პატივისცემისთვის, მომავალი განვითარებისთვის, არა და ამ ქვეყანაში არის ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან ღონიერი, ძლიერი ქვეყანა აიგოს. გვინდა? გავაკეთებთ. არ გვინდა? თავზემოთ ძალა არ არის. კაცმა თუ გადაწყვიტა თვითმკვლელობა, თქვენ შეიძლება მიუსწროთ მას 5-ჯერ, უსურია და ჩამოხსნათ, მაგრამ მის მაინც დაიჭერს მომენტ და მოკლავს. თუ ქართულ ხალხს, რომელსაც მოსვლა ეშინია, თუ ქართულ ხალხს მისი გამანადგურებელი ხელისუფლებას მოსწონს და ტაჟს უკრავს, ეს თვითმკვლელობის გზაზე შემდგარი ხალხია. ჩვენ ახლა ვაპირებთ და ვაკეთებთ იმას, რომ არ მივცეთ ამის საშუალება. თუ ქართულ ხალხს ჯამში უმეტესობაში გადაწყვეტილი აქვს თვითმკვლელობა, ეს ასეც მოხდება. მაგრამ ჩვენ ღმერთის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე პირნათელი უნდა ვიყოთ და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ეხლა სიტყვას გადავცეთ კიდევ დაფუძნებელს ქართველთა დიდი გაერთიანებისა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ბატონ გიგლა გობეჩიას. მე შემდეგ მოგახსენებთ ჩემს სიტყვას. მოგესალმებით ჩემო გორელებო, ჩემო ქართველებო. ქართული სული და გული ამ ქალაქიდან ცოტა სხვანაირად იგრძნობა. თქვენ არავის გამოფხიზლება არ გჭირდება, თქვენ ზედმეტად გამოფხიზლებულები ხართ, ვინც აქ მობრძანდით და შეიზუხეთ თავი. მოხვედით იმიტომ, რომ უყურებთ საღად იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ბოლო 35 წელია. ყველა მიცით საით მივექანებით, ყველა ვხედავთ ყველაფერს და სამწუხაროდ ვართ გაჩუმებულები. ყოველ შემთხვევაში უმეტესობა საზოგადოების ნაწილი არის გაჩუმებული, გაყუჩებული. ჩვენ რამ შეყვარა, რამ მიგვიყანა ამ იდეამდე ქართველთა დიდი გაერთიანების შექმნის აუცილებლობამდე. ამ პროცესებმა. იმიტომ რომ ხედავთ, როგორც კარგი დასტაქარი უყურებს, თქვა პაციენტის მძიმე მდგომარეობას და იცის რა შედეგი დადგება. როგორც კარგი მეზღვაური, როცა გაიგებს, რომ ნაპირზე მდგომმა სადღაც ოკეანის სიღრმეში, ზღვის სიღრმეში რამდენიმე ბალიანი, ასე ვთქვათ, რამდენიმე ათეულმეტრიანი სიმაღლის ტალღა წარმოიშვა და დაიძრა ნაპირისკენ, ის აუცილებლად მოაღწევს ნაპირამდე, ხო? და წალეკავს იქაურობას, ამიტომ რაღაცა პრევენცია, რაღაცა ღონისძიებებია გასატარებელი. აი ზუსტად იგივე სიტუაციაში ვართ ეხლაც. აღნიშნა ბატონმა დემურმა, რომ აი ესე ნაწილ და უკვე ბოლო წლებია ძალიან დიდი დოზით დაიწყეს ქართული მიწების გაყიდვა. ჩვენ ვნახეთ პატრიარქს,
როგორი პატივი მიაგო ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა ხალხმა, რამდენი ასეულ 1000 კაცი იყო ქუჩაში გამოსული. ხელისუფლება თავისი სახე აჩვენა, მაგრამ რომელმა შეასრულა პატრიარქის კურთხევა? დავსვათ ეს საკითხი. 2017 წელს ის იძულებული გახდა ეთქვა, რომ ნუ ყიდით. ქართული მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს არც მეფეს, არც იმპერატორს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც პრეზიდენტს, არც მინისტრს, არც რიგით ქართველს, თუნდაც იგივე მფლობელს უცხოელზე მისი გასხვისების. მაგრამ სხვა რაში აკეთონ ფული? 35 წელია უყურებთ მასშტაბურ პრივატიზაციას კი არა, პრიხვატიზაციას, მაპატიეთ ეს ჟარგონი. წარმოება, რაც წინა ხელისუფლებებიდან, მე ვამბობ, წინა ფორმაციის ხელისუფლებიდან, კომუნისტების პერიოდიდან ინდუსტრიულ ქვეყანას დარჩა და რის აყვავებას და აღორძინებას უნდოდა და განვითარება უნდოდა საქართველოს პირველ ხელისუფლებას პრეზიდენტ ამსახურდიას თამადობით, თვე და წელიწადი და რამდენიმე თვე არ დააცალეს. მეტი არ მისცეს დრო, რომ რაღაცა წამოეწია და ვნახეთ. აი იქიდან მოყოლებული ვართ თავქვედაშვებული ურემივით, რომელიც ნელ-ნელა იკრებს ძალას მევექანებით უმსხვილისკენ და ეს უმსხვილიც არ არის შორს. ვისი ხელით აკეთებენ ამას? 35 წლის მანძილზე ხელისუფლებაში მოსული გადამთიელთა ხელით, უცხოტომელთა პოლიტიკური კარნახით შერჩეული ხელისუფლების მიერ. გავიხედოთ ხო? საკუთარი ასე ვთქვათ, იმის რა ქვია, ამერიკის საელჩოსთან შეთანხმების გარეშე და კიდევ სხვა ძალებთან, გარე ძალებთან შეთანხმების გარეშე საკუთარი ერთი პერსონის დანიშნვა არ შეუძლიათ და არ შეეძლო და ვერაფერს ვერ აკეთებდნენ. განადგურდა და გაცამტვერდა ყველაფერი. ოქრო კონდეს კაცს სხვა ქვეყნები მდიდრდებოდეს და სახელმწიფო გერქოს და ის მიწიდან ვერ ამოიღო და შენს მტერ სახელმწიფოს ჩაუგდო, ამაზე მეც ისურველეს ტრის მეტი ვინ გაუკეთებს საკუთარ ქვეყანას. პორტი კონდეს, საზღვაო აკვატორია კონდეს, ესე სხვას ჩაუგდო. აეროპორტი შენი არ არის, არაფერი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი შენი არ არის. ერთადერთი იყო დარჩენილი მიწა და აჰა, მიადგნენ ამასაც. სხვა რესურსი აღარაფერი აღარ არის გასაყიდი. მალე ალბათ ქართული ინტელექტი, მე ხალხს უსვამ ხოლმე ამ სიტყვას, ქართული ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც ყველაზე კარგად გვაქვს შემორჩენილი, ამის გაყიდვასაც დაიწყებენ, ამასაც არ მოერიდებიან. და სანამდე უნდა უყუროთ ამას. აგერ მოვიდა მეგობარი, თქვენ ხედავთ ყველა, კი, მცირერიცხოვანი ვართ, მაგრამ მცირედან იწყება ყველაფერი, გამოფხიზლებაც, იდეის ერთგულებას და ასე შემდეგ. ჩვენ არც ერთ დამფუძნებელს ეს თავში რომ მოგვივიდა, რა თქმა უნდა, არაფრით არ აღგემატებით თქვენ. ყველას ერთნაირად გვდგება ეს ყველაფერი, მაგრამ გადავწყვიტეთ არაორდინალური, ორიგინალური ფორმა, სტრუქტურა, ორგანიზაციის სტრუქტურა ჩამოგვეყალიბებინა და დაგვეწყო ასე ნებისმიერ დაძახილზე საღი ქართველები, სადაც დაუძახებენ ქართველთა დიდი გაერთიანების ერთობას, ჯგუფს, ჩვენ ჩავალთ ყველა სოფელში, ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში. და რა უფლება ქონდა აქ არ ჩამოსულიყავით დღეს? რა უფლება ქონდა აქ არ ჩამოსულიყავით გორი, რომელმაც მსოფლიო იმ უბედურებას გადაარჩინა კორელმა კაცმა, რომელმაც მსოფლიო იმ 70 წლის მანძილზე შეუნარჩუნა, ასე ვთქვათ, ის სიმყარე, რაც მას უნდა ქონოდა წესით და რიგი და დღეს ეს ყველაფერი ვხედავთ, რას აპირებენ გლობალისტები, საითმიდიან და რა ხდება სამყაროში საერთოდ რა. და ჩვენ ვინ ვართ? პატარა ქვეყანა, პატარა მოსახლეობით, უკვე ოფიციალურად გაეროს მონაცემებით მკვდრად მომავალში, ძალიან ახლო მომავალში მომაკვდავი ერისიაში შეტანილი და რას ვაკეთებთ ასეთ დროს? შეიძლება სახლში ოდნავ ცეცხლი დაინთოს და ვიღაცამ ის არ ჩააქროს. ხედავთ რომ ასე გვეწვება ყველაფერი. რატო გონიათ ზოგიერთ ქართველს რომ თქვათ ქართულ მიწაზე, ქართულ მიწაწყალს სხვას ჩაუგდებთ ხელში, მერე რაც მოგვივა ხო დავინახავთ ყველა. ქართული მიწა თავისით ვერ დაიწყებს იმის ყვირილს, რომ მე დავით აღმაშენებლის სისხლით ვარ გაპოხილი, მე ერეკლე მეფის სისხლით ვარ გაპოხილი და სხვა გმირების სისხლით ვარ გაპოხილი. მას ვისაც დაეპატრონება და ვისაც მივყიდი და ვინც შემოვა, ის ძალიან მალე დაგვიმორჩილებს და ვიცით ჩვენ ამის ამბები ლიტერატურიდან, ისტორიიდან და ყველაფრიდან. რა გავაკეთოთ ხალხო? თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვიქცეთ მოსიარულე ქადაგებად.
ქადაგებათ იმ კუთხით, რომ გამოფხიზდე და დაუძლიოთ ეს შიში, რაღაცა უქნარობა, რაღაცა სიზარმაცე, რომ ქვეყანა საშუალ საჭიროებს. შველა საჭიროებს ნამდვილად. საღი ქართველია სათითაოდ მოსაძებნი და მოსაყვანი ერთგაერთიანებაში. ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ვისაც მართლა საღად და რეალურად უნდა ამ ქვეყნის გადარჩენა, ვითანამშრომლებთ მივა. თქვენ უჩათვლით, რომ რაღაცა პარტიული იერარქიით ვართ აქ. შორს არის ჩვენგან პარტია და პარტიული მუშაობა. ჩვენ ვართ სრულიად ორიგინალური ტიპის საზოგადოებრივი მოძრაობა და თუ ნახავთ, ბატონ დემურს უყვარს ხოლმე ხშირად თქვა და ჩვენც ვიმეორებ და ვეთანხმებით ამას, თუ დიდი ძალა, აქ რო ეხლა 100.000-იანი აუდიტორია იყოს, ხელისუფლება სხვანაირად იფიქრებს. დღეს დავქცინებენ ელემენტარულად, მეტი არაფერი. მაგრამ ვინც ასე ფიქრობს, საკუთარ თავს დასცინოს. ცოტადან, მცირედიდან იწყება ყველაფერი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საღი ქართველების ერთობა ყველას გადაედება მალე. ამ იმედით ვართ ყოველ შემთხვევაში და ასე ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენს გარშემო მართალია უფროსი თაობის ხალხი იკრიბება, მაგრამ სწორედ ის კატეგორია იკრიბება, რომელმაც უკვე იცის ეს 35 წლის ფასი. ფასი რა, ბჭყალებში ვამბობ ამ ფასს. ტრისას ეგ ფასი, რა თქმა უნდა. და მიხარია რომ აი შუა ასაკის თაობა, ვინც გახდა ჩვენი მოწვევის ინიციატორი, აქ ჩამოვედით ძმებო, აქ ვარ, თქვენთან ვარ, ყველგან დავდგებით, ყველგან მივალთ ნებისმიერ იმ სიტუაციაში. და ვიტყვით მართალ სიტყვას, იმიტომ რომ არც ერთ ჩვენთაგანს ქართველთა დიდ გაერთიანებაში გაერთიანებულ წევრებს, დამფუძნებლებს თუ რიგი წევრებს ყველას სუფთა წარსული გვაერთიანებს. ქვეყნის სიყვარული გვაერთიანებს, ხალხის სიყვარული გვაერთიანებს და ძალიან კარგად გვაქვს ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში გასარღვევი პროგრამების ჩატარების აუცილებლობა გასიგზაგანებულიც და გააზრებულიც და ძალიან კარგად ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, მაგრამ ამისთვის ქართველთა მანდატია საჭირო, ნდობაა საჭირო, გაერთიანებაა საჭირო, ამ გაერთიანების გაღრმავება და მე 35 წლის მანძილზე აი თავს დატეხილი ეს ყველაფერი, ეს უბედურება ერთხელ და სამუდამოდ მორჩება და დავიწყებთ განვითარებას. მენდეთ სიტყვაზე და მე მომთხოვეთ პასუხი. თუ ეს მოხდება, საქართველოს ეკონომიკურ აღორძინებას მაქსიმუმ 1-2 წელი დაშირდება, ყველაფერი ჩადგება თავის ეტაპზე და აგერ პატარა ბიჭუნა რო დარბის, ყველა ქართველი როგორც კუვეითშია ხოლმე მომავალი მილიონერი უნდა იბადებოდა. ჩვენ იმხელა რესურსები გვაქვს, მაგრამ რა, გავიხედოთ ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსი, წიაღისეული იქნება თუ სხვა ის ინდუსტრია, რომელიც აი ამ დიდმა კაცმა, აქ დაბადებულმა კაცმა დაგვიტოვა ქართველებს და ჩაგვაბარა პრაქტიკულად. სხვა შორის 35 წელიწადში ის ინდუსტრია უკვე შექმნილი იყო და 35 წელია ყველაფერი გავაპარტახეთ აბსოლუტურად. აი ნახეთ, როგორი საფიქციონო რაღაცა. და ერთი რამ მენიშნა აქ რომ მოვედი, მასპინძელმა ერთ-ერთმა აქაურმა გორელმა სეულმა კაცმა მიბძანა და თქვა რომ აგერ დგას ჩემი მეგობარი, აქო ადრე სულ ემთოვო გმირების ასე ვთქვათ მოსახსენიებლად პატივსაცემად ცეცხლი. ეს გაუჭირდა კაცო გორის ხელისუფლებას და მერიას ასე დაეცნენ. აქედან ვიცი მე გავრცელდება ეს ყველაფერი და მივა ალბათ. სირცხვილია უბრალოდ გორის სამხედრო დიდების მუზეუმში მარადიული ცეცხლის არენთოს. ამით დავამთავრებ. მე ვისურვებდი ყველა საღი ქართველის გულში მალე აენთოს მარადიული ცეცხლი ქვეყნის, საკუთარი მიწაწყლის, ჯიშის და ჯილაგის ერთგულების, სიყვარულის და მე ეს აგიზგიზებული კოცონად ქცეული გავით ყველა და გადაგვეცეს ერთმანეთის და გადაგვერჩინოს ეს ქვეყანა. მადლობა თქვენ. მომავალ შეხვედრამდე და გაძლიერებამდე. ძვირფასო გორელები, ძვირფასო საზოგადოება ზე 31 მარტია ოცდათხუთმეტი წლის წინ საქართველოს თელმა მოსახლეობამ ხმა მისცა რეფერენდუმში ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.
აი სწორედ იქიდან დაიწყო მეგობრებო საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი და ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია სწორედ ზეგ მისი დაბადების დღეც არის პირდაპირ ჯვარსაცვეს და გოლგოთა მოუწყეს ვერაგულად მოკლეს და დაამხეს კონსტიტუციური სახელმწიფო დაამხეს კონსტიტუციური სახელმწიფო იმ საერთაშორისო იმპერიალისტებმა ვინც აი ეს 35 წელი რიგრიგობით ერთმანეთზე უარეს თავრობებს გვასვავს თავზე თაღლითურად ყალბი არჩევნებით აქ არავითარი არჩევნები არ არის საქართველოში აი ამ 35 წლის მანძილზე სწორედ მათი გარედან დავალებით მიზანმიმართულად ანადგურებენ საქართველოს როგორც თქვენ ხედავთ აი ყველაფერს გორელები ხომ ხედავთ ვიცი რა მშრომელი ხალხიათ როგორც სოფლის მეურნეობა გაანადგურეს როგორც გაანადგურეს მთლიანად ეროვნული წარმოება მრეწველობა დაშალეს ქარხნები ღირსება აყარეს ქართულ ხალხს მთლიანად ესე იგი ისეთი აი არაადამიანურ შრომაში ისეთი არ ვიცი ესეთი ანაზღაურებები ესეთი სამარცხვინო ანაზღაურება არც არ არის და მე გუშინ ავდა მოწვეული სტუმრად მაღაროელები თქვენ ნახეთ ესე იგი თაღლითურად აი ამ თავრობამ ვითომ ეხლა რაღაცა სამთავრობო დებატები რომ დაარქვეს როდესაც ერთ-ერთმა გირჩელმა უთხრა მგონი რომ დებატები გამართეთო მაღაროელებთანო წელიწად ნახევარია ხალხო შიმშილობენ ეს ხალხი სამართალი ვერ ნახეს ვერსად და პრემიერი პასუხობს რომ ანომალიაო ეხლა ჩვენო დავჯდეთო მაღაროელებთანო სალაპარაკო და სადებატო თუ გესმით ამაზე დიდი ამპარტავნობა ამაზე დიდი ხალხის დაცინვა რაღა უნდა იყოს ეს უზრდელი ეს კობახიძე ეს უზრდელი როდესაც ასე თავხედობს შრომელი ხალხის წინაშე მას კარგად უნდა ესმოდეს რომ ძალიან მალე პასუხს აგებს უმძიმესად რადგან სწორედ მისი აი ამ დამცინავი გამოსვლის შემდეგ 25 მარტს აფხაზეთიდან დევნილი რომელიც იქ ჭიათურაში მაღაროში მუშაობდა 50 წლის ბიჭი დაიღუპა მაღაროში დაიღუპა იმის გამო რომ იქ არავითარი უსაფრთხოების ელემენტარული წესები არ არის განიავება არ არის ჰაერისის დაიღუპა და იმდენად თაღლითობას ეწევია რომ კაცი რომელიც მაღაროში დაიღუპა ახალგაზრდა კაცი სახლში გარდაიცვალა გულის შეტევით უთხოვებენ არა და კამერები აჩვენებს რომ შესულია რეგისტრაცია გავლილი აქვს და შემდეგ სასტრაფო მიდის და მიცვალებული გამოყავთ იქიდან აი ასეთი მთავრობა მეგობრებო ასეთი მთავრობა რა თქმა უნდა გაანადგურებს ქვეყანას და მათი მიზანია მთლიანად მოსპორ ზეგან ბატონ დემურმა ახსენა ჩვენ მოწვეული ყავდა სტუდიაში მეცნიერი კაცია ბატონი ივანე ჩოლოხაშვილი რომელმაც ესე იგი იმუშავა ამ სტატისტიკაზე და ნახა რომ 2012 წლამდე მხოლოდ 2012 წლამდე ეს მონაცემი იმის მერე რა ხდება კიდევ არ ვიცი საგანგაშო მდგომარეობა 482 სოფელი არის მკვდარი 2012 წლამდე სადაც არც ერთი ადამიანი აღარ არის აი ელემენტარულია თუ კი სახელმწიფოს კეთილინება იქნებოდა ხომ შეიძლებოდა იქ სოფელში 1000 რამის გაკეთება აბსოლუტურად მოსპეს მეცხოველეობაც ხო უყურებთ რა ხდება ესე აღარავინ რაზე დარჩება იქ როგორ დარჩეს ადამიანი რითი ირჩინოს თავი როცა არაფერი საშუალება არ არის მე ძალიან კარგად ვიცი ადრე აქ გორის წარმომადგენელი იყო რომელმაც ნატურალურ პროდუქტებზე ნატურალური წვენების შექმნა უშაქროთ რამდენიმე დასახელების დაახლოებით 15 დასახელების იმდენად ესე იგი ქვეყანაში აუტანელი სიტუაცია და იმხელა კორუფცია ქსელში ვერ შეიტანა 150,000 მოსთხოვეს რომ მაღაზიებში შეეტანა პირველ რეგისტრაციაზე ეს ლევად
შემდეგ მოსთხოვეს, ესე იგი 20% კიდევ იმ თანხიდან რა თანხაშიც უნდა შეეტანა და 3 ლარა და 50 თეტრად ნატურალური წვერი შეგონდა და 20%-ში უჯდებოდნენ და თვითონ 7 ლარი უნდა დაადონ. კიდე 100% იქიდან უნდა მოიგონ, გესმით? ასე მოსმეს დახურა კაცმა. გაანება თავი ყველაფერს. ასე სპობენ ყველაფერს. იძულებული ხდება ყოველწლიურად ქართველი ხალხი 100,000-ობით, 100,000, 200,000 ტოვებს საქართველოს. დღეს სულ რაღაც მილიონ 100 რაღაც 1000-ია ალბათ. კიდევ იმედი მოგცათ ბატონმა დემურმა ცოტა მეტი. და 2032 წელში რომ ისინი ამობენ მომაკვდავიო 2032 წელსაც ვეღარ მიაღწევს ქართველი ხალხი. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რაც ჩვენ მოვიფიქრეთ ქართველების დიდი გაერთიანება, ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენას არწმუნოებისთვის. უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის როგორც სარწმუნოება, ისე მამული და ისე ენა და უნდა დავიცვათ ჩვენი ღირსება. როდესაც ძალიან ბევრი გავხდებით, ჩვენ ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას სამართლიანად დავატოვებინებთ აი ამ იაქვია ხელისუფლებას და დავასრულებთ ამითი ქართველი ხალხის ჩაგვრას და ღირსების აყრას. აი ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. რამდენიმე საუკუნეა ალბათ არც გაკეთებულა ესეთი რამე, მგონი თითქმის გიორგი ბრწყინვალის შემდეგ რომ ქართველების ერთობა მოხდეს და აი სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა, რამდენადაც შევძლებთ ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ და ჯანსაღი ქართულ მოსახლეობას გავაერთიანებთ იმისათვის რომ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და გადაურჩინოთ ჩვენი სამშობლო ქართულ ხალხს. დიდი მადლობა მეგობრებო, მეც არ გავაგრძელებ. ვისაც სურვილი აქვს რომ შემოგვიერთდეს, ალბათ ელექტრონულადაც შეიძლება პირადში დავიკავშირდნენ, მაგრამ აქაც ვაწევრიანებთ ხოლმე რეგისტრაციაში ვატარებთ, თან დაგვაქვს. და რა ვიცი, აი თუ ვისმეს უნდა და სურვილი აქვს ახლა სიტყვით რომ გამოვიდეს, მობრძანდით და ან კითხვები თუ გაქვთ, თუ ან კითხვა გაქვთ რომ დასვათ და უპასუხოთ. გამარჯობათ, არც ვაპირებდი ასე სპონტანურად შემომთავაზეს, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ 35 წელია სამწუხაროდ ყველა ხელისუფლება მოდის ქართველი ხალხის გასაძარცვად და საქართველოს გასაყიდად. რაზეც ძალიან გული მტკივა და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვარ ოპოზიცია. ანუ ძალიან გულსატკენია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე მოშალეს ჯერ შევარდნაძის კლანმა გაძარცვა წარმოებები, შემდეგ სააკაშვილის კლანმა გაყიდა წარმოებები და ყველა სტრატეგიული ობიექტი, ნუ მოვიდა ოცნება და ესენიც სამწუხაროდ იგივე აღებულ კურსს აგრძელებენ. და ჩვენ ქართველები ვიდრე ამას არ მივხვდებით, რომ ყველა ერთი და იგივე კლანია და ერთი აღებული კურსი გრძელდება და ვიდრე არ დავიშლით ჩვენ ამ მიშას სიყვარულს და ბიძინას სიყვარულს და ერთმანეთის სიძულვილს, ანუ ინტერნეტში იქნება თუ რეალურად ყოველთვის მიწევს ხოლმე თეთრი მანდილის ჩაგდებასავით. ქართველებმა ერთმანეთი შევიყვაროთ და ჩვენი საბრალო საქართველოს შევიყვაროთ, რომელსაც არაფერი დაუშავები არა. კონკრეტულად ამ გუნდს პატივსცემ ძალიან ბატონ დემურს თავისი განათლებით გიგლა გობეჩიას პატივსცემ ძალიან, იმიტომ რომ იბრძვიან ძალიან ბევრი მიწებია გაყიდული მუსულმანებზე. უამრავი გექტრებია გაყიდული და მოგეხსენებათ რომ კვლავ იგეგმება გონიოში და კრწანისში არაბული ქალაქების აშენება, რაც იქნება კატასტროფა. ჯერ ისედაც ხა მე რამდენიმე წელი თბილისში ვიცხოვრე და სავსეა თბილისი, სავსეა მუსულმანებით, ინდუსებით, პაკისტანელებით, შავკანიანებით. რა ვიცი, საშინელი სიტუაცია უკვე თუ არ შეჩერდა ეს პროცესი, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ქართველი სანთლით საძებნელი იქნება და თუ კიდევ შემოვიდნენ,
ну ის ხო კიდევ კატასტროფა იქნება. ანუ სასტიკი წინააღმდეგები ვართ ამ არაბული ქალაქების მშენებლობას და ვისურვებდი რომ ქართველი ხალხი გაერთიანდეს ამ პრობლემის გარშემოც და თუ კი რამე პრობლემაა, თუ კი რამე კი არა უამრავი პრობლემაა კიდევ საქართველოში. აი ამ ყველა პრობლემასთან დაკავშირებით ქართველმა ხალხმა შეძლოს სოლიდარობა და ერთმანეთის გვერდში დგომა. თუ გვინდა რომ შედეგი დადგეს, გათითოკაცება არ გამოგვადგება. ანუ აი ეს უნდა ხელისუფლებას გათიშე და იბატონე, რაც უკვე შესრულებულია და ვეცადოთ რომ გავერთიანდეთ, ერთმანეთი შევიყვაროთ და ჩვენი საქართველო. ეხლა ვიდრე ჩვენს ექიმ ქალბატონს გადავცემდეთ სიტყვა საიქალაქული არაბული ქალაქები ახსენა და მე კიდევ გეტყვით მეგობრებო რომ ის რაც იგეგმება გრწანიში და მეორე კიდევ საკმაოდ სოლიდური არაბული უბნის გაშენება იქ ძალიან დიდრებისთვის თბილისის თავზე ვერ გაკეთდება სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ შევლენ დაიწყებენ მოქმედებას იქ გავჩნდებით წინააღმდეგებით თუ ან უნდა დაგხოცონ ან სხვანაირად ვერ განახორციელებენ იმ მუშაობას მოკლედ პირდებით ცოცხალი თავით ქართველთა დიდი გაერთიანება არ დათმობს და არ გააკეთებინებს ამ პროექტს მობზადით ექიმი ბავშვთა ქირურგი ქალბატონი მარინა დოლიძე. გამარჯობა, მოგესალმებით. მიხარია, ორი კაციც რო შეგროვდეს, მიხარია, რომ ქართული სულისკვეთებით არიან ყველანი. აქ ყველას მიყვარს ჩვენი ქვეყანა ნამდვილად და ვერავის ვერ დავაბრალებ, რომ ვინმეს არ უყვარდეს, მაგრამ იცით რა არის? ეს უნდა იყოს სულიერი, ეს უნდა იყოს გულით, ეს უნდა იყოს გონებით. და მე ამას ვისურვებდი, რომ ეს სამი სული, გული და გონება ერთმანეთს დაუკავშიროთ და აი ესე მიუდგეთ ჩვენ სამშობლოს სიყვარულს და დავიცვათ ეს ჩვენი მიწები, რომელიც მორწყულია ჩვენი წინაპრების სისხლით. რა გააკეთეს იმათმა? თუ არ დაუფასეთ იმათ ეს ყველაფერი, მაშინ ჩვენ რაღა ვართ, ერთი აგური მაინც დავტოვოთ და ავაშენოთ ეს ქვეყანა ისე, რომ არ წაგვილიჭონეს ჩვენი მიწები. ვირას უტოვებთ ჩვენ მომავალს? ჩვენ შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს რას უტოვებთ ხალხო? გამოფხიზდეთ. არ გავასხვითოთ, ვიბრძოლოთ, სისხლის უკანასკნელთამდე ვიბრძოლებთ, მე ქალი ამას გვირდებით, რომ არ მიცემ იმის უფლებას, რომ გაასხვისონ ეს ჩვენი მიწები. და რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცაა, ყველაფერი თავზე გვენგრება, თუნდაც ის ამდენი ხალხი როა წასული საზღვარგარეთ და დაცარიელდა ქვეყანა, თუნდაც ის რომ გამრავლება, შობადობა არ ხდება ესეც, პატრიარქმა ეს გააკეთა. ეს გააკეთა პატრიარქმა, რომ აი სამ შვილს ვინც გააჩენდა უნათლავდა, მეოთხე შვილს უნათლავდა და ამან კიდე ცოტა მეტად გაამრავლა ერი და მოდი კიდე რაღაცა მოვიფიქროთ. თუ ეკლესია ვერ მოიფიქრებს, არ ვიცი როგორ წავა შემდეგი ცხოვრება და დინება როგორ წავა, არ ვიცი, მაგრამ დიდება უფალს არ მიგვატოვებს უფალი, დიდება ღვთისმშობელს არ მიგვატოვებს ღვთისმშობელი. უფლის წილხვედრი მიწა, იმდენი წმინდა ნაწილებია საქართველოში, უფლის კვართი, ღვთისმშობლის კვართი. რა ვიცი, სასწაულია, სასწაული ქვეყანა გვაქვს, ხალხო, სასწაული დავაფასოთ, გავუფრთხილდეთ, ჩავეხუტოთ, გავუფრთხილდეთ, ჩვენი შვილებისთვის გავაკეთოთ, ჩვენი მომავლისთვის გავაკეთოთ ეს ყოველივე. გზაში რომ მოვდიოდი, ეს ჩემი ფიქრები და აზრები ლექსად გადავიტანე და მოგეწყით თქვენ გორელებს ამ ჩემ ლექსს. მე ეს ქვეყანა უსომოთ მიყვარს ძალიან ერი ქართველი, სხვა ერთსაც ალბათ კი შევიყვარებ. ვინ შეიყვარა ერი ქართველი? მიყვარს მამული სარწმუნოება, მიწა ქართული სისხლით მორწყული, აქ წინაპრების საძვალი არის, წმინდა იგი მიწა ქართული, ფეხს ვადგამ ფრთხილად, არ გავაღვიძო, აქ წინაპრების ძვლები ქართული, ამ მიწას ფიცავ, არ გავასხვისებ, არც ერთ უთვისტომს აქ არ ვაცხოვრებ. დღეს რომ გვაქვს ჩვენი მიწა ქართული, ეს ჩვენ არ წმენამ შემოგვინახა, ჩვენმა გვაქვს ძლიერი დაუძლებელი ენა, მამული სარწმუნოება. მე ჩემს პატრიარქს დავესესხები, მიყვარს საქართველო, მე კიდევ მიყვარს ენა ქართული, მე კიდევ მიყვარს წმენა ქართული, მე კიდევ მიყვარს ერი ქართული. მე ვიზიარებ ამ ჩვენს დიდ ტკივილს, ერის ბერის და მრევლის ტკივილი.
ტიბილი იგი უფასად წდება საიქიოში იქიმიერში იქ პატრიარქი წმინდანად წარდგა წმინდანად ლოცავს ესე მამული ხო მოკლედ ვიყოთ კავშირზე ერთმანეთთან მეგობრებო ეს ჯანსაღი ქართველობა ყოველთვის დათვიქნებით ქართველთა დიდი გაერთიანება თქვენს ნებისმიერ მოწოდებაზე და ეს ხელჩაკიდულებმა თანდათან იმდენი უნდა გავაკეთოთ რომ მთელი საქართველო გავაერთიანოთ და ის მიზანი, ის ეროვნული მიზანი, ის ეროვნული გამარჯვება ნანატრი მოუტანოთ ქართველ ხალხს ასე დიდხანს რომ მელოდებიან. აუცილებლად მოვა ეს დრო, ჩვენ ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, მივიყვანთ იქამდე რომ ქართველი ხალხი აღარ იჩაგრებოდეს ამ ქვეყანაში. მე ვინდა დაბოლოს გითხრათ ერთი ძალიან მარტივი რამ. ნუ იფიქრებთ რომ ჩვენს ღონისძიებებზე ამ წუთში 10,000-ობით ადამიანი უნდა შეიკრიბოს. არა. 10,000-ობით და 100,000-ობით ქართველი უსმენს იმას, რასაც ქართველთა დიდი გაერთიანების გვერდიდან, რასაც ჩვენი გადაცემებიდან ისმენს და ისინი ფიქრობენ. უმრავლესობაში ქართველი ერი ჯანსაღია. ნუ შეგაშინებთ ის რომ საკანალიზაციო ტელევიზიებით, საკანალიზაციო პარტიები, გარედან მართული პარტიები ვითომ წარმოჩენილი არიან. თქვენ ნუ შეგაშინებთ ის რომ რამდენიმე ათეული კაცი აქ ცოტანი ხართ. ათეული კაცი არ არის ცოტა. ჩვენ გზათა ვართ ორი კაციც კი თუ იქნება მსურველი რომელიმე სოფელში ჩავიდეთ, იმიტომ რომ ორი საღი ქართველი სერიოზული ძალა. ამიტომ სწორად შევხედოთ, ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯებს, მოდით ღიად ვთქვათ, ჩვენ ფაქტიურად შეფიცულთა ინსტიტუტი აღვადგინეთ. კიდე გეუბნებით, ამ წმინდა საქმეში შენ უანგარო თუ არა ხარ, თუ შენ ღმერთის წინაშე, შენი ქვეყნის წინაშე, შენი მოქალაქის თანამემამულის წინაშე იცნობ, არ იცნობ, მნიშვნელობა არა აქვს, მართალი არა ხარ და ამას რაიმე მერკანტილური მიზნით აკეთებ, დაღუპული საქმეა. ღმერთის წინაშე პირნათელი ვართ, ჩვენი ქვეყნის წინაშე პირნათელი ვართ, თქვენს წინაშე პირნათელი ვართ, იმიტომ რომ რასაც ვამბობთ, ისე მოქმედებთ და ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რადგან ეს იქნება შეგნებული საღი ქართველების საერთო ნება, რომელიც არის გამოსავალი და არანაირი სხვა გზა არ არსებობს. ბელადომანია ჭაობში უნდა დაიმარხოს, სისხლიანი გადატრიალება აღიარებული უნდა იყოს და გითხარით, ეს არის უზარმაზარი, სამართლებრივი, პოლიტიკური და სიმბოლური აქტი და დანარჩენი ქართველებს არც კულტურა აკლია, არც პატივისცემა აკლია საკუთარი ქვეყნისა, ოღონდ მთავარია ჩვენ მოვერიოთ საკუთარ თავს, რომ დგება მომენტი, როდესაც ჩვენ თვითონ უნდა უპატრონოთ ამ ქვეყანას. არ ვუპატრონებთ, მას ახალი პატრონი გაუჩნდება. უღრმესი მადლობა გორელებს აქ მობრძანებისთვის, დაგემშვიდობებით ახლა და სულ მზად ვიქნებით, რომ თქვენთან კავშირზე იყოთ. საკმარისია ერთი ზარი მოგცეთ, რაიმე ღონისძიება გექნება, ჩვენ თქვენთან ერთად გავჩნდებით და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ საერთო საქმეში თქვენც ასევე ერთგულად იქნებით. დიდი მადლობა. ძალიან მოკლედ ვიტყვი რა. სამწუხაროდ თავიდან რომ დავიწყეთ და ეხლა რაოდენობას დაახლოებით ბატონმა დევორმა 10-მდე ახალი ადამიანი შემოემატა ამას, ესე გაჩერდნენ, დაინახეს და მოვიდნენ. აი ასე 10 დღეს 10 შემოგვემატებათ გორში, ხვალ 100, ზეგ 1000 და ასე იქნება ყველა რაიონში, ყველა ქალაქსა და ყველა სოფელში. ეს დაიმახსოვრეთ ყველამ. ამიტომ მალე, ძალიან მალე ქართველთა საერთო გამოფხიზლების, ქართველთა დიდი გაერთიანების და ქართველთა დიდი დაჭექების დრო მოსულიყო შემობატონებო და ქალბატონებო. მადლობა. არ უჩვით ამ ნაკლებობას საკმაოდ საკმარისია დღევანდელი პირველი შეხვედრისთვის.
ჩვენ მეორე შეხვედრა გვექნება ქუთაისში, პირველ ერთხელ გქონდა უკვე ქუთაისში და აი უკვე სოლიდური ის გვექნება აქცია ალბათ აღდგომის შემდეგ. მე მინდა ძვირფასო გორელებო წარმოგიდგინოთ ახალგაზრდა კაცია გორიდან გიგა ბერიკაშვილი, რომელიც აი უხელმძღვანელებს აქ და კოორდინაცია რომ იქონიოთ, რომ ვისაც გაწევრიანება დასჭირდება ქართველთა დიდგაერთიანებაში დაუკავშირდეს ამ პიროვნებას, მოდით გამოვაცხადებ და მე მაინც ინტერნეტითაც ვინც ვიდეოს მოусმეს, იქიდანაც ამოიწეს ტელეფონის ნომრებს, იქნებ თქვენ გამოვაცხადოთ. გამარჯობათ. ჩემი ნომერი არის 599 33 15 99 გიგა ბერიკაშვილი. კიდევ ვიმეორებ 599 33 15 99. დიდი მადლობა. მადლობთ პატივცემულო მეგობრებო, დიდი მადლობა რომ მოგზანდით, მაგრამ ალბათ ჩვენი ყველა ქართველის ვალია დღეს რომ ჩვენ ერთმანეთთან ახლოს ვიყოთ და ავდგეთ სამშობლოს სიყვარულში და გადარჩენისთვის. მადლობთ ყურადღებისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ წმინდა საქმეში. მადლობთ ყურადღებისთვის.